მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ისეთი ცნობილი არქეოლოგების მოხსენების შემდეგ, როგორც არიან ბატონი ვახტანგი და ბატონი ჯუმბერი, რთულია რაღაცა ეფექტური პრეზენტაციის გაკეთება. თუმცა ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოები მაინც შეიცავს მნიშვნელოვან სიახლეს და შევეცდები, რომ ეს სიახლე, რომელიც ეხება კაზრეთის ორთვალა მღვიმის გათხრებს, ნატკორას ადრეული ქრისტიანული კომპლექსის გათხრებსა და სამშვილდის ნაქალაქარიდან მიღებულ შედეგებს საინტერესო წარმოგიდგინოთ. ამავე დროს, ვინაიდან მომიწია სამი მოხსენების გაკეთებამ, შევეცადე მაქსიმალურად ცოტა რაოდენობის ვიზუალური მასალა წარმომედგინა, მაგრამ ამავე დროს აქცენტი გამეკეთებინა არსებითზე და შემდეგ თუ დამატებით შეკითხვები იქნება, რა თქმა უნდა, იქ შეგვიძლია თემატიკა გავშალოთ. პირველი მოხსენება ეხება კაზრეთის ორთვალა მღვიმის არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც შეიძლება ითქვას ახლავთ ახალი ძეგლი, მის შესახებ ფაქტიურად არც პუბლიკაციები არსებობს, უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნდა ერთი პატარა საინფორმაციო სტატია საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალში და ეს არის და ეს, თუმცა რა თქმა უნდა გათხრების შემდეგ ამას საგანგებო მონოგრაფია მიეძღვნება, მაგრამ აი უკვე დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ძეგლის სახით არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ქართულ არქეოლოგიაში და ამავე დროს ეს სიახლე ეხება როგორც პრეისტორიული ხანის ფენებს და მასალებს, ასევე ქრისტიანული ხანის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც განთავსებული იყო, როგორც ვნახავთ, სწორედ აი ამ მღვიმურ კომპლექსში. ახლა იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ორთვალა მღვიმი არსებობს, მათ შორის ცნობილია სოფელ გოდოგანთან, ცუცხვათის ორთვალა და სხვა და სხვა, ჩვენ ამ ძეგლს თავიდანვე კაზრეთის ორთვალას სახელით მოიხსენიებთ, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მაღაროს მღვიმესაც უწოდებს. კაზრეთში ვინმეს რომ გკითხოთ, სად არის ორთვალა მღვიმე, შეიძლება ვერც გაგცეთ პასუხი, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა როგორც მოგახსენებთ, მაღაროს უწოდებს და დაკავშირებული იყო, რა თქმა უნდა, სამთამადნო საქმესთან, ვინაიდან ეს გახლავთ კაზრეთის ტერიტორია და მოგეხსენებათ ცნობილი არის, ესე იგი სპილენძის და ოქროს მაღაროებით, საბადოებით და ჩემის აზრით ეს ადგილობრივი ტოპონიმი სწორედ აქედან მომდინარეობს. აქვე მინდა ერთი-ორი სიტყვით შევეხო თვითონ კომპლექსის, მღვიმური კომპლექსის გეომორფოლოგიას, წარმოშობას. ეს გახლავთ ბაზალტოვან მასივში გამომუშავებული ეგრეთ წოდებული პიროდაქტი, ვულკანური, ესე იგი ლავების გაცივების შედეგად წარმოქმნილი გვირაბი, რომლის სიგრძეც მთლიანი სიგრძის გაზომვაც ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ეს საჭიროებს საგანგებო სპელეოლოგიურ აღჭურვილობას და ასევე დაკავშირებული არის უსაფრთხოებასთან, მაგრამ ხილული სიღრმე, აი ესე იგი სამხრეთის თვალის ამ მღვიმისა, როგორც გნებავთ, ისე უწოდოთ,
დაახლოებით 40 მეტრს აღწევს. შემდეგ ეს ტუნელი თუ გვირაბი ვიწროვდება და როგორც მოგახსენეთ, ესე იგი ბაზალტოვანი კლდის სიღრმეში ვრცელდება. რაც შეეხება მეორე თვალს, აგერ ხედავთ მეორე თვალს, მეორე მღვიმეს, რაც შეეხება მლაურ გვირაბს, უფრო სამხრეთით არის და ამ რაკურსით არ იკითხება. რაც შეეხება მეორე თვალს, მეორე მღვიმეს, მისი სიღრმე 15 მეტრს აღწევს, შესასვლელი საკმაოდ ფართეა, სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრამდე აღწევს და თავიდანვე როგორც ჩანს ძალიან მოსახერხებელი და ხელსაყრელი იყო აქ ადამიანის, ესე იგი, აქტიურობისათვის და სწორედ აქ აღმოჩნდა ის ადრექრისტიანული ხანის ეკლესია, რომელიც შემდეგ განვითარებულ შუა საუკუნეებში განახლდა და რომელსაც მოგვიანებით გაჩვენებთ. თვითონ ეს კომპლექსი განთავსებულია მდინარე მაშავერეს ხეობაში, რომელიც ესე იგი ფართოვდება თანდათანობით და სწორედ აი ამ გაფართოებულ ადგილზე მდებარეობს მდინარის დონიდან 30-40 მეტრის სიმაღლეზე არსებულ ტერასაზე ეს კომპლექსი. როდესაც პირველად ჩვენი ჯგუფი მივიდა ამ ძეგლზე, გარკვეული ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და ეს წინასწარული ინფორმაცია ჩვენ გაგვიზიარა ცნობილმა ქართველმა არქეოლოგმა ბატონმა გურამ გრიგოლიამ, რომელიც სახელთანაც არის დაკავშირებული სწორედ აი ამ კომპლექსის აღმოჩენა 1957 წელს, როდესაც როგორც მან თავისი დღიურებიდან ასე იგი გვამცნო და მოგცა ეს დღიურები და გავიცანით, როდესაც აქ ესე იგი სადაზვერვო სამუშაოები ტარდებოდა ისტორიის ინსტიტუტის მიერ და 1957 წელს უპოვნიათ პირველად ეს არქეოლოგიური მასალა, რომელიც წინა სლაიდზე ნახე და რომელიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. ერთი-ორი სიტყვით რომ გითხრათ, ამ მასალის ქრონოლოგიური ჩარჩო ძალიან ვრცელია, უადრესი მასალა აქ წარმოდგენილი არის ქვედაპალეოლითის წვეტანებით, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მუსტიერული ხანის წვეტანებით და ასევე აქ არის რამდენიმე ლევალუაზური ანატკეცი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ძეგლი უკვე აი ასეთი სიძველის, ასეთი ძველი ადრეული ჰომო საპიენსებისათვის, ნეანდერტალელებისათვის უკვე ცნობილი იყო და როგორც ჩანს, გარკვეული თვალსაზრისით კერძოდ სადგომად იყენებდნენ. მომდენო პერიოდის მასალა განეკუთვნება ბრინჯაოს ხანის კულტურების სხვადასხვა ეტაპებს და არის ასევე ყველაზე კარგად წარმოდგენილი შუა საუკუნეების პერიოდის მასალები, მათ შორის ადრეული განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეების მასალები. დღევანდელი პრეზენტაცია ძირითადად შუა საუკუნეებს შეეხება, მე არ მაქვს პრეტენზია მუსტიერულ კულტურაზე ვისაუბრო ან სხვა მასალებზე, რომელიც აქ არის მოპოვებული. აი აქ ხედავთ სწორედ ბატონ გურამ გრიგოლიას, რომელმაც როგორც გითხარით 57 წელს აღმოაჩინა ეს ძეგლი და შემდეგ გამოიჩინა ინიციატივა და უკვე 2018 წლიდან, ასე ვთქვათ, მისი ინიციატივით და მე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განახლდა აქ სამუშაოები. უფრო სწორედ დაიწყო პრინციპში აქ სამუშაოები, წინა წლებში აქ არაფერი არ ჩატარებულა. და სამუშაოების დაწყებისთანავე აი ამ მეორე მღვიმეში, რომელსაც ჩრდილოეთის მღვიმეს უწოდებთ და რომელიც შედარებით ფართე იყო პიროდახთან შედარებით, თავიდანვე გამოიკვეთა, გამოჩნდა ძალიან საინტერესო კედლები, რომელთა მიმართულებამაც, რომელთა დამხრობამაც გააჩინა ეჭვი, რომ აქ ხომ არ იყო, აქ ხომ არ მდებარეობდა ამ მღვიმეში მღვიმური ეკლესია, პატარა დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელთა მსგავსებით სხვათა შორის უკვე კარგად იყო ცნობილი იგივე მაშავერეს ხეობიდან, ქვემო ქართლის სხვადასხვა ხეობებიდან და მათ შორის წეღან ბატონმა ნოდარ ბახტაძემ ახსენა, რომ ადრეული ქრისტიანობა სწორედ შეიძლება ორი სახით გავიაზროთ, ერთი როდესაც ლავრული ტიპის სამონასტრო კომპლექსები ფუნქციონირებდნენ და მეორე ტიპი როდესაც ეგრეთ წოდებული მეუდაბნოება, მათ შორის ესე იგი კლდეში, ქვაბებში განმარტოვებული სასულიერო მოღვაწეები ფუნქციონირებდნენ და თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ სწორედ აი ამ მეორე შემთხვევასთან უნდა ქონოდა აქ საქმე. თანდათანობით თავი-იჩინა ისეთმა არქიტექტურულმა დეტალებმა, ხედავთ აქ მწვანე ტუფისაგან და წითელი ტუფისაგან დამზადებულ ბარელიეფებს, ჯუგურთმებს, უფრო სწორედ ნამტვრევებს, რომლებიც სწორედ ამ ადრეული
ეკლესიისათვის უნდა ყოფილიყო შესაბამისი და შემდეგ ეს სრულიად დადასტურდა. ვიდრე ამ ეკლესიაზე გადავალ, აქვე მინდა ამ რაკურსით უკვე კარგად ჩანს ის ლაური გვირაბი, მღვიმე, რომელიც წეგან მოგახსენეთ და აქაც გავაკეთეთ სადაზვერო შურფი, უშუალოდ მღვიმეში შესასვლელის წინ, მღვიმური წარბის ქვეშ, რათა დაგვედგინა სტრატიგრაფია, ფენების სიმძლავრე და მოგეთქვით, რომ 4 კულტურული ფენა დაფიქსირდა, რომლებიც განლაგებული იყო უშუალოდ კლდოვან დედაქანზე. ეს გახლავთ შურფი, 4 კულტურული ფენა და დაახლოებით 15 გეოლოგიური განფენილობა, მღვიმური ნალექები და სხვა და სხვა. კულტურული ფენები, როგორც გითხარით, ესე იგი უძველესი დროიდან შუა საუკუნეების, გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით იყო წარმოდგენილი. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ისევ ჩრდილოეთის მღვიმეს, სადაც ეკლესიის შესახებ მოგახსენებდით, აქ კულტურული ფენების სიმძლავრე დაახლოებით 1 მეტრიდან 1 მეტრი და 30 სანტიმეტრის შუალედში ცვალებადობდა და ხედავთ, რომ აქ განსაზღვრული არის აი უშუალოდ ინტერიერში 3 კულტურული ფენა. ქვედა არის ადრეული შუა საუკუნეები, განვითარებული შუა საუკუნეები მომდევნო და გვიანდელი სულზედა, რომელიც მერე თანამედროვე პერიოდის, ესე იგი ნიადაგი თუ კორდოვანი შრით იყო დაფარული. და ეს კედლები, რომელიც მოგახსენეთ, თავიდანვე ძალიან საყურადღებო და საინტერესოდ გამოიყურებოდა და რომელთა გაწმენდის შედეგადაც მივიღეთ ესეთი სურათი. მე ახლა შეგნებულად არ წარმოგიდგეთ გათხრების და ექსპედიციის მსვლელობის ყველა დეტალს და ყველა ფოტოსურათს, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის მასალაა და არ უსურსოთ ძალიან გადაიღალოს აუდიტორია და ბევრი დრო წავიღო, მაგრამ აი ამ სურათით თავიდანვე ცხადი ხდება და ხედავთ, ესე იგი რა ტიპის ნაგებობა იქნა აღმოჩენილი, ესე იგი ჩრდილოეთის მღვიმეში. მოკლედ რომ მოვიხილოთ, ესე იგი ეს ნაგებობა გახლავთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით დამხრობილი მართკუთხედის ფორმის ეკლესია, რომელსაც შესასვლელი ჰქონია სამხრეთიდან. შესასვლელიდან მოხვედრა იყო შესაძლებელი ცენტრალურ ნაწილში, რომლის იატაკიც შესანიშნავად დამუშავებული წითელი ტუფის ქვით იყო მოგებული. და თითქმის მთლიანად იყო გადარჩენილი ეს წითელი ტუფის იატაკი და დღემდე ასე არის, მე ჩვენ რა თქმა უნდა დავაკონსერვეთ და საიმედოდ არის დაცული. ცენტრალური ნაწილიდან შესაძლებელი იყო 2 საფეხურით ასვლა აფსიდის დონეზე, რომელიც ასევე მოვარდისფრო კირის ხსნარით იყო მოლესილი. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვიეს რას წარმოადგენდა ეს ნალესობა და აღმოჩნდა, რომ წითელი ტუფი იყო დაფხვნილი, შერეული ამ კირში და აი ესე იყო ესე იგი მოლესილი. მოლესილობა გადადიოდა მცირედ ნალისებური მოყვანილობის აფსიდის აი კედლებზეც, განსაკუთრებით ძირში იყო შემორჩენილი და უშუალოდ აი აქ ესე იგი 2 არქიტექტურული დეტალიც, როგორც ჩანს, საკურთხევლის ნამტვრევებიც ადგილზე ინსტიტუტ მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი. ცენტრალური ნაწილიდან შესაძლებელი იყო გასვლა მცირე კარის ღიობის ჩრდილოეთით, სადაც დამატებითი სათავსო ჰქონდა ამ ეკლესიას მოწყობილი. და ასეთივე სათავსო მოგვიანებით გამოვლინდა ეკლესიიდან, ესე იგი სამხრეთით აქ, რომელსაც შემდეგ სურათებზე გაჩვენებთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც აქ დაფიქსირდა, რაც აღმოჩნდა, ეს გახლდათ ეკლესიაში შესასვლელის მარჯვნივ უშუალოდ კედელთან ახლოს განთავსებული ბაზისი. სავარაუდოდ ზუსტად ისეთი სტელის, როგორის შესახებაც ბატონმა ჯუმბერმა წეღანი საუბრა და აქ ცოტა უცნაურად გამოიყურება, რომ თქვენ შემთხვევაში სტელა იყო ადგილზე და ბაზისი არ იყო და ჩვენთან ბაზისი არის, მაგრამ სტელა არ არის. შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს კიდევაც, მაგრამ თქვენთანაც სტელას მე რამდენადაც სურათებიდან დავინახე 4-კუთხედი მოყვანილობის კვეთი უნდა კონდეს და ასეთივე 4-კუთხედი კვეთის მქონე სტელა უნდა ყოფილიყო აღმართული აი ამ ღრმულში, რომელიც ამ ბაზის ზემოდან ჰქონდა ამოკვეთილი და შემდეგ ცენტრალურ ნაწილში კიდე პატარა ნახვრეტი იყო, რომლითაც როგორც ჩანს რკინის ღეროთი იყო სტელა ბაზისთან დაკავშირებული აღმართული. როგორც გითხარით, სამწუხაროდ სტელა ვერ ნახეთ, თუმცა დიდი რაოდენობით ნამტვრევები, ესე იგი მწვანე ტუფის ნამტვრევები და წითელი ტუფის ნამტვრევები აიკრიფა.
რომელიც შეიძლება სწორედ ამ სტელის, ესე იგი, ნაშთებს, ნარჩენებს წარმოადგენდეს. და იმედი გვაქვს, რომ მივაკლოთ კიდევ უფრო მეტ მასალას და თუ გადარჩენილი არის, შეიძლება მთლიანი სტელაც იყოს, ამაზე ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს მოგახსენებთ. თუმცა თვითონ ბაზისიც არის უაღრესად საინტერესო. რატომ? იმიტომ რომ მასზე მის ასე ვთქვათ საფასადზე ნაწილზე წარმოდგენილი არის ტოლმკლავა ჯვარი რელიეფურად შესრულებული, რომლის მკლავებიც ესე იგი ფართოვდება და რომლის მარჯვენა მხარეს ზემოთ და მარცხენა მხარეს ზემოთ შემორჩენილი არის ასევე რელიეფურად შესრულებული ასომთავრული ასონიშნები, რომლებიც სამწუხაროდ წარხოცილია, მოგეხსენებათ რბილი ჯიშის სხვას წარმოადგენს და დროთა განმავლობაში ესე იგი წარიხოცა და დაიშალა, თუმცა დაახლოებით 7-10 ასონიშანი მეტნაკლებად კარგად გაირჩევა და შესაძლებელია მათ ამკითხვა, თუმცა სამწუხაროდ მთლიანი შინაარსის გამოტანა ვერ ხერხდება. აი ამ ადგილის განსაკუთრებულობაზე, ამ ბაზის განსაკუთრებაზე ასევე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ უშუალოდ მის წინ აი ამ ადგილზე საგანგებოდ ქვებით იყო მოწყობილი, გარკვეული პირობითაც შეგვიძლია უწოდოთ სამსხვერპლო, სადაც სხვადასხვა ნანადირების, მათ შორის ტახის ძვლები აღმოვაჩინეთ, როგორც ჩანს, შეწირული იყო ეს აი ამ წმინდა ადგილისათვის ეს ტახის ნანადირები და ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ირმის რქები იყო ასევე აქ დაფიქსირებული. ირემი და ირმის რქა მოგეხსენებათ, ესე იგი მის იდეოლოგიური დატვირთვა ცნობილი არის ჯერ კიდევ უძველესი პერიოდის კულტურებიდან და როგორც ჩანს, ეს უძველესი ტრადიცია ამ ადგილზეც გრძელდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი უკვე ქრისტიანული ხანის არის, ესეთი ნანადირების და ესე იგი ცხოველთა ძვლების შეწირვა აქ ინერციით, ასე ვთქვათ, კვლავ გრძელდებოდა. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც სამსხვერპლო გაიწმინდა, აღებული იქნა ეს ზოოარქეოლოგიური მასალა და რომელიც შემდეგ ასე ვთქვათ, დათარიღებისათვის იქნა გამოყენებული. რომ დაუბრუნდეთ ისევ ბაზის და აქ წარმოდგენილ ესე იგი რელიეფურ ჯვარს და ასომთავრულ ასონიშნებს, ესე იგი ახლოდან აი ასე ჩანს, ასე იკითხება ეს ყველაფერი. ეს გახლავთ ამ ჯვრის მარცხენა მხარეს ზედა ნაწილში შემორჩენილი ასონიშნები და მარჯვენა მხარეს შემორჩენილი ასონიშნები, რომლებიც როგორც გითხარით, ესე იგი მთლიანად შინაარსს ვერ გადმოსცემს, თუმცა თარიღისგან სასაზღვრად საკმარისი გამოდგა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ეს თემატიკა, რა თქმა უნდა, გავიარეთ პროფესიონალთან, სპეციალისტთან, ბატონ გიორგი გაგოშიძესთან და მისი შემოთავაზებული თარიღი აბსოლუტურად დაემთხვა, ესე იგი, რასაც ჩვენ ვარაუდით, ეს უნდა იყოს მე-5-მე-6 საუკუნეების, ესე იგი, ძეგლი. ამ ასონიშნების პალეოგრაფიული ნიშნების გათვალისწინებით, ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, აქ შემორჩენილი ასოებიდან იკითხება ასო E, ასო A, ასო L, N და მეორდება, ესე იგი, როგორც ამ ჯვრის მარცხენა მხარეს, ასევე ჯვრის მარჯვენა მხარეს. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ, აქვე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო აი ფრაგმენტებზეც, რომელიც ჩვენი აზრით სტელის ნამტვრევებს შეიძლება წარმოადგენდნენ, დარწმუნებით ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შეიძლება სტელის ფრაგმენტები იყოს, რომლებიც გამშვენებული არის, ესე იგი, ბარელიეფებით, სხვადასხვა სახის ორნამენტი და რომელიც მსგავსებას პოულობს, უახლოეს მსგავსებას პოულობს ბოლნისის ეკლესიის ფასადებიდან ცნობილ, ესე იგი, ბარელიეფებთან და მათ შორის ყველაზე საინტერესო არის, ჩემის აზრით, ყველა საინტერესოა, მაგრამ მათ შორის აი ეს და ეს, ვინაიდან აქაც ბაზის არ იყოს შემორჩენილი არის, ესე იგი, რელიეფურად შესრულებული ასონიშნები და ამ შემთხვევაში იკითხება კიდევაც, იმიტომ რომ მათი დაცულობა გაცილებით უკეთესია ვიდრე წინა შემთხვევაში. პირველ შემთხვევაში იკითხება შეწევნითა წმიდისაითა, აქ აკლია რამდენიმე ასონიშანი, მაგრამ შინაარსის გამოტანა მაინც შესაძლებელია და აი ამ შემთხვევაში ქვემოთ წარმოდგენილი ძეგლის შემთხვევაში იკითხება თა ვანა.
და აქაც შესაძლებელია რამდენიმე ტიპის ინტერპრეტაცია იქნეს შემორჩენილი, თუმცა ჯერ ინტერპრეტაციაზე და შინაარსზე ჯერჯერობით პრეტენზია არ აქვს, ვინაიდან გათხრები პროექტი არ დასრულებულა და თუ გაგვიმართლა და ვიპოვნეთ ამატებით, მერე შეიძლება ესე იგი მთლიანი წარწერის აღდგენის გაკეთებაც. და აქვე ესე იგი მარჯვენა მხარეს წარმოვადგინეთ სწორედ ბოლინსის იონიდან ცნობილი ბარელიეფები, აი უკიდურეს მარჯვენა ვერტიკალში რაც არის წარმოდგენილი და მის გვერდით ესე იგი კაზრეთის ორთვალა მღვიმიდან მღვიმეში აღმოჩენილი მასალები და დამეთანხმებით რომ მსგავსება ძალიან დიდია და სწორედ კომპლექსურად რო ვთქვათ ესე იგი ამ პალეოგრაფიული ძეგლების ბარელიეფებისა და თანმდევი არქეოლოგიური მასალის მიხედვით მიგვაჩნია რომ საქმე უნდა კონდეს ერთ-ერთ ადრეულ წარწერასთან, რომლებიც ცნობილი არის ესე იგი ქვემო ქართლის არქეოლოგიური ძეგლებიდან და ზოგადად ერთ-ერთ ადრეულ სამონასტრო კომპლექსთან, რომელიც აშენებული ყოფილა, რომელიც ფუნქციონირებდა ასე ვთქვათ აი ამ მღვიმის ტერიტორიაზე ადრეული შუა საუკუნეებიდან. თუმცა ამ ადრეული შუა საუკუნეების კომპლექსის ფუნქციონირება უნდა შეეწყვიტა სტიქიურ მოვლენას და ეს უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ დიდი ალბათობით 1088 წელს მომხდარი ცნობილი მიწისძვრა, ეგრეთ წოდებული თმოგვის მიწისძვრა, რომელმაც ორთვალა მღვიმე და სხვა ძალიან ცნობილი ძეგლები, მათ შორის თვითონ თმოგვის ციხე მიწასთან გაასწორა და აქაც ამ მიწისძვრის შედეგებს უნდა ვხედავდეთ, როდესაც მღვიმის ესე იგი ჭერი მოწყვეტილა, ნაწილობრივ ეს მზღუდავი კედელი გადმოქცეულა და ქვეშ მოუყოლებია ნაწილობრივ ეკლესიას და მის წინამდებარე ტერასაც მთლიანად აი ამ ნანგრევით ასე ვთქვათ დაფარულა და სწორედ ამ სურათს ვხედავთ ჩვენ ამ შემთხვევაში. მაგრამ მალევე როგორც ამაზე ესე იგი სტრატიგრაფიული მონაცემები გვაჩვენებს და როგორც ეს გათხრებიდან გამოვედით დასკვნამდე, მალევე სავარაუდოდ მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო მონასტრის განახლება, მისი აღდგენა და სავარაუდოდ მისი გაფართოებაც, რაც ვფიქრობთ, რომლის დროსაც ვფიქრობთ, რომ ესე იგი აი ამ ეკლესიის გვერდით, რომელიც იქეთ მხარეს მდებარეობს, უნდა მოეწყოთ მარანი და დამხმარე სათავსოები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანგრეული ეკლესია არა მარტო აღუდგენიათ, არამედ კომპლექსი გაფართოებულა და აქ მერე ესე იგი სასულიერო მოღვაწეობა უფრო ინტენსიური სახით მიმდინარეობდა. ეს გახლავთ რამდენიმე სურათი, აი განვითარებულ შუა საუკუნეებში აღდგენილი კომპლექსის მარნისა, სადაც 4 ქვევრი იქნა ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული, აღმოჩენილი და რაც ძალიან საინტერესოა, აი ამ მზღუდავი კედლის გადასწრივ მეორე მხარეს საგანგებოდ მოწყობილი სივრცე, რომელიც საწნახელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ესეთი საწნახელები სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ცნობილი არის სხვადასხვა ძეგლებიდან და აქაც მიგვაჩნია, რომ ესე უნდა ყოფილიყო სწორედ ეს მარანი მოწყობილი. შესაძლებელია უშუალოდ აქ ხდებოდა ყურძნის დაწურვა და შემდეგ თიხის მილებით ეს წვენი გადაედინებოდა და ინახებოდა ქვევრებში. აქვე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ბადიმის ქვა, რომლითაც ეს ქვევრი იყო, უпростоრეთ ორი ბადიმის ქვა, რომლითაც ეს ქვევრები იყო დახურული, შუაში გახურეტილი იყო, რაც საჭირო იყო ესე იგი ფერმენტაციის პროცესისათვის, ღვინის დადუღებისათვის, ასე რომ გაჩნდა ესეთი წარმოდგენა, რომ აქ იწურებოდა და ღვინო აქვე დგებოდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს ჩაღრმავებები ასევე წყლის რეზერვების შენახვასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ქვევრებში შესაძლებელია წყალი ყოფილიყო დარეზერვებული, თუმცა ისევ გახურეტილი ბადიმები მაინც მეღვინეობის სასარგებლოდ გვიბიძგებს, რომ ვივარაუდოთ. და სულ ბოლო სლაიდად გადავწყვიტე, რომ აი ეს ერთიანი გეგმა შემოგვეთავაზებინა, სადაც ორივე მღვიმეს ერთად ვხედავთ, ორივე მღვიმის ერთად აეროფოტო გადაღება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ კლდის წარბი იფარება. თუმცა აი ამ გეგმაზე ერთიანად შეიძლება ეს კომპლექსი დავინახოთ და გავიაზროთ. ეს გახლავთ ჩრდილოეთის მღვიმე, სადაც აი ეს ეკლესია მდებარეობს, რომელზეც ვისაუბრეთ, სამხრეთის მღვიმე, რომლის შესასვლელთანაც მარანია მოწყობილი და ადგილია აი ეს ადგილი, სადაც ეს
ასე იგი სტელის ბაზისი იქნა აღმოჩენილი და აქვე ხედავთ ესე იგი რამდენიმე პალეოგრაფიული ძეგლი წარწერიანი ფრაგმენტები გაფანტული იყო მთლიანად აი ამ ეკლესიის წინამდებარე ტერასაზე და აქვე მინდა აი თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ფაქტზეც რომ ეკლესიის წინამდებარე ტერასა აი ეს ადგილი საგანგებოდ მოტანილი და მოდიფიცირებული ბრტყელი ქვის ფილებით იყო მოგებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესიასთან მისასვლელი ადგილი აი ესე ხელოვნურად იყო მოწყობილი, სადაც მოხვედრა იყო შესაძლებელი აი მდინარის დონიდან. თუ ხედავთ, თუ შევხედავთ ესე იგი ჰორიზონტალების სიმაღლე კლებულობს და ესე იგი მდინარისკენ ეშვება და როგორც ჩანს იქიდან ხდებოდა ამოსვლა ამ ადგილზე. და ბოლოს აი ძალიან საინტერესო აღმოჩენა ქონდა 2025 ზუსტად საანგარიშო წელს, სადაც ასე იგი სავარაუდოდ ხის კარის ბოძის საყრდენი აღმოჩნდა, როგორც ჩანს კომპლექსში შესასვლელი აი აქ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ კლდეები აქ ვიწროვთ, კლდე აქ ყველაზე დავიწროებულია, აქ უნდა ყოფილიყო კომპლექსის ჭიშკარი, საიდანაც ხდებოდა შემოსვლა ტერასაზე და შემდეგ მომლოცველს თუ მოუაწეს შეეძლო ესე იგი შესვლა ეკლესიაში თუ გარკვეული საქმიანობა შეესრულებინა აქვე არსებულ მარანში. და დასასრულს მინდა ესე იგი მასალის ნაწილი შემოგთავაზოთ, მცირე ნაწილი. აქ ჩვენ წლების განმავლობაში რამდენიმე ასეული ერთეული არტეფაქტი მოვიპოვეთ სხვადასხვა პერიოდისა, როგორც უკვე მოგახსენეთ, დაწყებული ქვის ხანის უძველესი პერიოდებით, გაგრძელებული ადრესამიწათმოქმედო კულტურისათვის დამახასიათებელი ხელით ნაძერწი კერამიკით და დასრულებული ესე იგი შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალით, რომელიც ყველაზე კარგად და ყველაზე დიდი რაოდენობით არის აქ წარმოდგენილი. რაც შეეხება რამდენიმე ძირითადი დასკვნა უკვე დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ და 1-2 სიტყვით სამომავლო გეგმების შესახებ. პირველი დასკვნა კაზრეთის ორთვალა მღვიმეში გამოვლენილი სამონასტრო კომპლექსი დაარსებული უნდა იყოს ცალსახად ადრეულ შუა საუკუნეებში. მე-5-6 საუკუნეებში აქ უკვე ეს კომპლექსი ფუნქციონირებდა. და როგორც საერთო სურათიდან ნახეთ და ეს ნგრევაც ამას ადასტურებს, ეს ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია მიწისძვრის შედეგად უნდა ყოფილიყო დაზიანებული, თუმცა მალევე მე-12-13 საუკუნეებში აღუდგენიათ და ეს მასალა სწორედ აღდგენას პერიოდს შეესაბამება. რაც შეეხება წარწერებს, ამაზე უკვე გითხარით, რომ პროექტში ჩართული ბრძანდება ბატონი გიორგი გაგოშიძე და აი ამ პალეოგრაფიასთან დაკავშირებით გვიწევს ასე ვთქვათ სამეცნიერო კონსულტაციებს და სრულიად ვიზიარებთ ჩვენს და სავარაუდოდ თქვენს გაიზიარებთ იმ აზრს, რომ ეს პალეოგრაფიული ნიმუშები მე-5-6 საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. მესამე დასკვნა, რასაც ცალსახად ესე იგი მასალა გვაძლევს საშუალებას გახლავთ ის, რომ აქ სამონასტრო კომპლექსზე უფრო ძველი ფენები უნდა იყოს და ეს ძველი მასალები სწორედ იქიდან მომდინარეობს და რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემის აზრით და ვინც ამ ძეგლზე ნამყოფია და ნახა ეს ყველა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ გათხრების და პროექტის დასრულების შემდეგ იგი სათანადოდ უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ის ბაზისი, რომელიც როგორც ჩანს იქ 1500, 1400 წელი, 1600 წელი დაახლოებით ადგილზე დგას და უნდა საგანგებოდ იყოს დაცული. სულ ეს არის აი მოკლედ რაც მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის კაზრეთის ორთვალა მღვიმის შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიახ. ასო თავში რამწერი. მექანიკური ის არის თქო ეს. ახლა დავაბრუნებ. ამაზე ამბობ ბატონო. ხო. დიახ. იქ რა ეწერა, ვან ეწერა? ვან ეწერა. დიახ. გასაგები. საინტერესო იყო თქვენი თემა, მაგრამ მაინტერესებს არის
ეკლესიის გეგმა თუ გავთ სარკე გაკეთებული. ეს თუ შეიძლება რომ აი რაც დღევანდელ რაც აი მოგახსენებდი ახლა რაც დღევანდელ ეტაპზე არსებობს ეკლესიის გეგმასთან დაკავშირებით გახლავთ აი ეს რაც აქ არის წარმოდგენილი და ეს გეგმა რა თქმა უნდა გაკეთებული არის შესრულებული არის სათანადო ტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით და ამ ეგრეთ წოდებული GPS ანტენის გამოყენების საშუალებით მოხდა ეკლესიის ცენტრალური ნაწილის, ნალისებური მოყვანილობის აბსიდის, შესასვლელის, იგივე ბაზისის ადგილმდებარეობის განსაზღვრა. გეგმა ფაქტიურად ზუსტად წარმოადგენს ამ ეკლესიას, თუმცა შეიძლება ძალიან მცირე დაზუსტებები მოხდეს, მაგრამ ეს ტექნიკური თვალსაზრისით გახლავთ ძალიან რთული, იმიტომ რომ როდესაც ეს GPS ანტენა უშუალოდ მღვიმის ინტერიერში შედის და ვცდილობთ მღვიმის ინტერიერში მოვახდინოთ ესე იგი 9 სანტიმეტრის თუ 1 სანტიმეტრის სიზუსტის წერტილების განსაზღვრა სატელიტური კავშირი იკარგება იქ და ამაზე უფრო ზუსტი ესე იგი მონაცემების მიღების საშუალებას არ გვაძლევს თუმცა ისევ და ისევ ამ ანტენის GPS ანტენის გამოყენების საშუალებით რა გეგმაც არის მიღებული დღევანდელი დღისთვის ანუ ესე არის ესე იგი ეს მოცემულობა მათ შორის მღვიმის კონფიგურაციაც ანტენით არის აღებული და ნუ რეალობას ყველაზე მეტად შეესაბამება. თუ რაღაცა ახალი ტექნოლოგია იქნება შემოთავაზებული, რაც მღვიმის ინტერიერში უფრო მეტი სიზუსტით გეგმის აღდგენის საშუალებას თუ გამოხაზვის საშუალებას მოგცემს, ამას მივესალმებით, რა თქმა უნდა. ეს ადრეული მასალები რამე ფენიდან არის თუ მაშია მოდროებაშია თუ რამესთან არის დაკავშირებული და სად რა ადგილზე ეს აი ხლა ვიჩარდო ამ სურათს, სადაც არის ეს ადრეული მასალები. ალბათ ამ მასალას გულისხმობთ ალბათ კალბატონინა. სამწუხაროდ უძრავი ფენები, აი ამ პრეისტორიული ხანის უძრავი ფენები, როგორც უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე იმ ადგილებზე, სადაც ესე იგი ინტენსიური სამონასტრო მოღვაწეობა იყო, სამწუხაროდ მიკვლეული არ არის. თუმცა ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ამ მასალას არაფერი კავშირი არა აქ არც ადრე შუა საუკუნეებთან, არც განვითარებულ შუა საუკუნეებთან, ცხადია, რომ მიდის პრეისტორიულ ხანაში. რაც შეეხება საიდან არის აღმოჩენილი უშუალოდ აი ამ ეკლესიის წინამდებარე ტერასა რომ ვახსენეთ, სადაც ეს ქვებით მოგებული მოედანი გახლდათ, გარკვეულ ადგილებში საშუალება მოგცვა ძეგლმა, რომ შურფები გაგვეკეთეთ, დაგვეშურფა და სწორედ იმ შურფების ძირიდან წამოვიდა, როგორც ჩანს ეს ის გადარჩენილი ადგილებია, რომელიც ესე იგი შუა საუკუნეებში შესრულებულ მოღვაწეობას არ დაუზიანებია და იქ რაღაცა შურფებში არის შემორჩენილი. ასევე გარკვეული ნაწილი მასალის აი მდინარისკენ რომ ეშვება, რომ გითხარით თანდათან დაბლა ჩადის ესე იგი ეს ბილიკი, ფერდზეც იქნა აღმოჩენილი. ეს როგორც ჩანს გადარეცხილი მასალა, ხელოვნურად გადაყრილი მასალა იმ ხალხის მიერ, ვინც აქ ესე იგი სამონასტრო კომპლექსისათვის საჭირო ტერასა მოაწყო და აი ამ მომზადების მოწყობის დროს ეს მასალა ფერდობზე აღმოჩნდა. ჩვენ ერთ-ერთი სადაზვერო შურფი სწორედ ფერდზეც გავაკეთეთ და ეს მასალა სწორედ იქ იქნა მოპოვებული. ჯერჯერობით უძრავი ფენები არა გვაქვს, მაგრამ ეს მასალა მიუთითებს, რომ აქ ადრე ნამდვილად იყო და ამავე დროს შესაძლებელია ესე იგი მიმდინარეობის დროს გამოჩნდეს კიდევაც სადღაც კუნძულების სახით თქვათ შემორჩენილი. შეკითხვა იმენა შეკითხვა და აი ქვის ხანას აღვთ, მაგრამ კონკრეტულად არ აღვთ. ეს ამისთვის დაჭვიდეთ თუ ეს მასალა. ქვედა ქვის ხანის სამის თუ ბატონო უშო რატო ვიგულია ედოლიტია ნეოლიტია ეს რა მასალა კი ბატონო ჩვენ ესე იგი დასაწყისიდანვე აღვნიშნეთ რომ აი ეს უძველესი მასალები რაც არის აი მუსტიეს რასაც ვამბობთ
ეხლა ამის სპეციალისტი მე არ გახლავართ, მაგრამ ჩემი აზრით ბატონი გურამი საკმარისად დიდი ავტორიტეტი არის, რომ ის სიტყვას ვენდოთ და მუსტიერულ კულტურას სწორედ ბატონი გურამი უკავშირებდა ამ მასალას და ჩვენ მას ვიზიარებთ. რაც შეეხება ცოტა უფრო მოგვიანო პერიოდისას, აი ლამელებს, ანატკეცებს და სხვას, ეს ხადია მუსტიერულ კულტურას არ ეკუთვნის, უფრო მოგვიანოა და ამ მასალასთან დაკავშირებით ასეთი მოსაზრება არის და ალბათ სავსებით სამართლიანი, საფუძვლიანი, რომ ეს უნდა იყოს ნეოლითის პერიოდის კერამიკული ნეოლითისა, იმიტომ რომ ხელით ნაძერწი კერამიკის ფრაგმენტებიც იჩენს თავს. ასე თუ ისე ორი განსხვავებული პერიოდის არის ძველი ქვის ხანის მასალეთი მუსტიერული და მეორე ნეოლითის. ეს გახლავთ. ლევან კვახაძის, რომელიც თავის საბაკალავრის და სამაგისტრო თამაში იფშობა. ამდენად მე შემიძლია ძალიან დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი ადრე სამწუხაროდ, ანუ ნეოლითის ხანა. რაც არის გავრცელებული სწორედ საქართველოში. არ მაგრამ დიდი მადლობა. შემდეგი კითხვები თუ არ არის, მე შეგადავ